როგორი უნდა იყოს მამა ერში მოდით ეს ვთქვათ და როგორი უნდა იყოს შვილი. მე არ დამჭირდება ამისთვის რამე შორს წასვლა ან ისტორიულ სიღრმეებში რაღაცის ძიება და მე ვიტყვი რომ ასეთი უნდა იყოს სულიერი მამა. როგორ უნდა გავიგოთ ვთქვათ როდის არის მამა მართალი და როდის დავუჯერო და როდის არ დავუჯერო. კარგად ვერ ვასრულებ ამ მოვალეობას, გამოდის რომ მე მას ვარ წვენი. რას ნიშნავს სულიერი მამა და როგორ პასუხისმგებლობას აკისრებს უფალი. დიდი სურვილი მაქვს რა ვთქვა, მაგრამ მე შინია ამის თქმის. შეიძლება ესეთი რამე უკითხავს რომ აი ღმერთი უფრო უნდა მიყვარდეს თუ დედაო. თუ მას არ უყვარს მშობელი, როგორ დავიჯერო რომ მას ღმერთი უყვარს? გამარჯობა, ეთერშია გადაცემა 3 წიდან იზღება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გადავწყვეტეთ მამა კახაბერ-გოგოტის ჯულთან ერთად ვისაუბროთ მამის როლზე ჩვენს ცხოვრებაში. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ვიფას მაყურებელს. ერთხელ მივუძღვენით ცალკე გადაცემა დედებს და გახსოვთ მაშინ ვთქვით რომ მამებიც რომ არ გავანაწყენოთ. არ დაგვეჩაგრონ. მოდით მივუძღვენთ გადაცემა თქო, თუმცა სანამ ერში მამებზე ვისაუბრებთ როგორი უნდა იყოს მამა. მოდით ვისაუბროთ ბერშიც როგორი უნდა იყოს მამა, გულისხმობ სულიერი მამა და მოძღვარი. ჩვენ უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანისგან გავიგეთ რომ ჩვენი სულიერი მამა იყო ეს კომენტარი და აი რას ნიშნავს სულიერი მამა და როგორ პასუხისმგებლობას აკისრებს უფალი ვთქვათ უწმინდეს ან პატრიარქს ამ შემთხვევაში, შემდეგ მოძღვრებზე გადავიდეთ და მერე უკვე ერში მამაზე გადავიდეთ, რას ნიშნავს და როგორი უნდა იყოს. ძალიან საშიში ნათქვამია ეს რომ ჩემი სულიერი მამა იყო. იმიტომ რომ დიდი სურვილი მაქვს რა ვთქვა, მაგრამ მე შინია ამის თქმის. მოგახსენებთ რატომ? იმიტომ რომ თუ ის შენი სულიერი მამა, სულიერი მამის აბსოლუტური მორჩილება გმართებს და ესე იგი გამოდის რომ როდესაც მე ვერ ვასრულებ სულიერი შვილობის ესე იგი კარგად ვერ ვასრულებ ამ მოვალეობას, გამოდის რომ მე მას ვარ წვენი. ამიტომ ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. რას გულისხმობ ეხავე მოგახსენებთ. რადგან სულიერი მამობით დავიწყეთ ლაპარაკი, როდის ხდება ადამიანის სულიერი მამა. განსხვავება უნდა ვიცოდეთ, რომ აბსოლუტურად სხვა მიდგომაა სამონასტრო პრაქტიკაში და აბსოლუტურად სხვა მიდგომაა საერო პრაქტიკაში. ესენი ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ამისი აღრევა ძალიან ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანებში გაუგებრობას, იმიტომ რომ არ შეიძლება სამონასტრო ესე იგი მიდგომით ვისაუბროთ ჩვენ საერო ადამიანებზე, რადგანაც სამონასტრო მიდგომაში ეს სულიერი მამა შეიძლება ხანდახან ისეთ ლოცვა-კურთხევას გასცემდეს, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყოს. ეხლა მე ერისკაცმა რატო უნდა შევასრულო ის? აი მონასტრის წევრმა კი ნამდვილად უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ ამით გამოიცდება მისი მორჩილება. მონასტერში აბსოლუტური მინდობაა, რომ თუ კი მივიდა ის თავისი ნების უარყოფას იწყებს უკვე. რომ მე აღარა მაქვს ჩემი ნება, მხოლოდ სულიერი მამის ნება უნდა აღვასრულო, მონასტრიდან გაუსვლელობა, უპოვარება, უქორწინებლობა, აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სულიერი მამის თვალთახედვით უნდა ხდებოდეს, თვალთახედვით კი არა, უბრალოდ თვალყურის ქვეშ უნდა ხდებოდეს, როგორც ის ადამიანი აკურთხებს და აი ესე უნდა მიდიოდეს მისი სულიერი განვითარება. მაგრამ ერის ადამიანი, როდესაც ვარ მე და ცოლ-შვილი რომ მყავს და მოვედი სულიერ მამასთან, ახლა იმან თუ მითხარო, დღეს სახლში არ წახვიდე და აქ უნდა იყო ჩემთან ერთად უნდა დარჩე და აქ მსახურებაზე ამდენი საათი უნდა იდგე, როგორ ეხა ბავშვები მრჩება მე სკოლიდან გამოსაყვანი თუ ბაღიდან და იქ სამსახურებრივი საქმე მაქვს, რითიც მე ჩემი ცოლ-შვილს უნდა ვარ. ამიტომ მსგავსი აღრევები არ შეიძლება. ის სხვა არის, ეს სხვა არის. იქ აბსოლუტური მორჩილება არის გამოცხადებული, ამიტომაც მოვედი მონასტერში, იმიტომ კი არა რომ ამბიცია მაქვს მე აქ უფროსი ვიყო და დირექტორად დამნიშნეთ. არა, მოვედი იმიტომ რომ ვიპოვო მამა, რომელიც მიწინამძღვრებს სულიერად ჩემი ნების სრული უარყოფა მოვახდინო.
ერში მსგავსი რამ არ არის. ერში არის სულიერი მამა, რომელიც შენ, რა თქმა უნდა, გეხმარება, გზას გიკვალავს, სულიერ რჩევებს გაძლევს, დარიგებებს გაძლევს და გეხმარება, ესე იგი, ქრისტეს საპოვნელად. ეს არის და ეს განსხვავება. ამიტომაც თუ კი ვილაპარაკებთ, ესე იგი, ერში ამ სულიერ მამობაზე, უნდა კარგად გააცნობიეროს თითოეულმა მოძღვარმა მე მათთან ერთად, რომ არ აგვერიოს ადამიანებთან რაღაცა და არ დავადოთ მათ ისეთი ტვირთი, რაც ერში სატვირთი არ არის. აქედან გამომდინარე, აი პირობითად ვამბობ, ახლა ადამიანი რომ მოვიდეს ჩემთან და მითხრას, რომ იცით რა, ფიქრობ მონასტერზე, ფიქრობ რაღაცა ბერობაზე ან მონაზვნობაზე და რაღაცა მსგავსი განზრახვა კონდეს, მე მას აუცილებლად ურჩევ, რომ ჩემთან აღარ იაროს. იმიტომ რომ მე ერის მოძღვარი გახლავართ, მე თვითონ არ მაქვს მსგავსი გამოცდილება, მე არ ვიცი როგორ ვუწინამძღვრო, მე არ ვიცი რა მორჩილებებში უნდა შევიყვანო ეს ადამიანი. სამაგიეროდ ჩემთან თუ მოვა ახლა ცოლშვილიანი კაცი ან გათხოვილი ქალი, უკვე ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ ოჯახის პატრონი ვარ, მეუღლე მყავს, შვილები მყავს, მშობლები მყავს სახლში და აი ეს ურთიერთობები რაღაცა პირადი გამოცდილებითაც ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვა ბიბლიური მაგალითები შეიძლება ბევრი მოვიყვანო. და პირიქით მონასტერში მე არ ვურჩევ მაგალითად ერის ადამიანებს, რომ იქიარონ მოძღვარს ახლა აღსარებები აბარონ და ცოლშვილზე ელაპარაკონ, რომელსაც არასდროს არ ქონია ამის გამოცდილება, წავიდა 20 წლის ბიჭი თუ გოგო და აღიკვეცა ბერად და მონაზვნად და არიან ცხოვრობენ იქ რაღაცა წლები მიუძღვნეს ამ თავიანთ სულიერ წინსვლას და ეხა უცბად შენ ოჯახურ პრობლემებში გინდა ჩართო და კი რაღაცა სულიერი რჩევა შეიძლება მიიღო, მაგრამ როგორც სულიერმა შვილმა ესეთი რამ მე არ ვურჩევ, შეიძლება ხდებოდეს ეხა რაღაცა გამონაკლისები იყოს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში არ ვურჩევ. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ მამობას, ეს გახლავთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს გახლავთ ჩვენ აი ბიბლიის მაგალითზე უნდა განვიხილოთ ზოგადად ნებისმიერი თემას ასეც ვცდილობთ ჩვენს გადაცემებში, მაგრამ მოდით დავიწყოთ რა არის აი ეს მამობა. ალბათ მცნებით უნდა დავიწყოთ, რომ პატივიეთ დედასა შენსა და მამასა შენსა, რათა დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა, ეს გახლავთ მეხუთე მცნება. ცნებების წყობა ესეთი გახლავთ, რომ ორ ფილაზეა დაწერილი. რატომღაც ორ ფილას როგორც კი წარმოიდგენს ადამიანი, მაშინვე 10 მცნებას ყოფს 2-ად და 5-აკეთ გონია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირველ ფილაზე წერია 4 მცნება, მეორე ფილაზე წერია 6 მცნება. ეს გაყოფა რატომ არის და რის მიხედვით არის? შინაარსის მიხედვით. პირველი 4 მცნება ეხება ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან. შემდეგი 6 მცნება არის ადამიანის ურთიერთობა ადამიანთან. ანუ მეხუთე მცნება, რომლითაც იწყება მეორე ფილაზე დაწერილი, ამ მეორე ფილაზე პირველივე რაც წერია, არის ის, რომ პატივიეთ დედასა შენსა და ამითი იწყება საერთოდ ადამიანებს შორის ურთიერთობის დარეგულირება. ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ მოყვასი უნდა გიყვარდეს და იქ უამრავ რაღაცას შევხვდებით, თქვათ, ქრისტიანული თვალსაჩინით, როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და როგორ უნდა ურთიერთობდეს სხვა ადამიანთან. მაგრამ თუ ამითი არ არის დაწყებული, საძირკველი ეს თუ არა აქვს, მშობელთან ურთიერთობა, საკუთარ დედასთან და მამასთან ურთიერთობა თუ არ არის საძირკვლად ჩადებული სწორი საძირკველი, ვერანაირ ურთიერთობაში ის სწორ ურთიერთობაში ვერ შევა. თუ მას ეს განსაკუთრებული პატივისცემა არ აქვს მას თავისი მშობლების მიმართ, თუმცა კი იქვე სახარებაში ვნახავთ, რომ ვისაც დედა ან მამა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. აი თითქოს წინააღმდეგობაში. აი რაღაცა თითქოს პარადოქსია მართლა, რომ აქ მეუბნება, რომ თუ კი ესეთი პატივისცემა არ გექნება, იქ ძველ აღთქმაში ძალიან მკაცრი კანონებია. დედის და მამის შეურაცხყოფელი გამოიყვანეთ და ქვით ჩაქოლეთო პირდაპირ ასეთი ბრძანება. აი ეხა მახსენდება მამა გახაბარ ჩემი შვილი, რომელიც არის 5 წლის. ხშირად ესეთი რამე უკითხავს, რომ აი ღმერთი უფრო უნდა მიყვარდეს თუ დედაო და მე ვებები რომ ჯერ ღმერთი უნდა გუყვარდეს, იმიტომ რომ ყველაფრის საწყისი ღმერთია და მან მოგვცეს ოჯახიც, მაგრამ აი 5 წლის ბავშვისთვის ერთნაირად რომ მიყვარდესო და აი მართლა წინააღმდეგობაში მოდის ეს ნათქვამი და სწორ კითხვას ერთნაირად უნდა მიყვარდესო, როდესაც ამბობს, ნამდვილად უნდა უყვარდეს ერთნაირად, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყოს ადამიანმა, ნახეთ, თუ მას არ უყვარს მშობელი, როგორ დავიჯერო რომ მას ღმერთი უყვარს? ეს ხომ შეუძლებელი ამბავია. და თუ მას უყვარს მშობელი და ღმერთით შეიყვარა, აი უკვე წინააღმდეგობაში აღარ მოდის და რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ეს მშობელი, თქვათ, აღმოჩნდა ისეთი, რომელიც აბრკოლებს მას რაღაცა ღმერთთან ურთიერთობაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე პატივს აღარ ვცემ ჩემ მშობლებს. უბრალოდ არ ვუჯერებ მათ ამ მიმართულებით.
ამიტომაც წერია, ვისაც უფრო მეტად უყვარს დედა და მამა, მის ჩემი ღირსი არ არის, თუ კი დედა და მამა მეუბნება, რომ ქრისტესთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტო, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მათ ამ მიმართულებით არ ვუჯერებ, თუმცა კი მშობლის პატივისცემა ჩემში უნდა რჩებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ისინი უნდა შევიძულო, ან უნდა გადავყარო, ან პატივი არ უნდა ვცე, ან არ უნდა მოვუარო, ან არ უნდა მოვეფერო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონტექსტში არ ვუსმენ სამაგიეროდ ყველანაირ პატივისცემას, მოფერებასაც და ესე იგი მზრუნველობასაც არ ვაკლებ მე მათ. მაგრამ აი როგორ უნდა გავიგოთ, თქვათ, როდის არის მამა მართალი და როდის დაუჯერო და როდის არ დაუჯერო. აი ესეც ხშირად შეკითხვებს იწვევს, იმიტომ რომ შეიძლება მე დღეს 13 წლის ვარ და მე ჩვენებოდეს რომ მე ვარ მართალი, მაგრამ 25 წლის ასაკში აღმოვაჩინე რომ თურმე მამა იყო მართალი. დიახ, ამიტომაც მორჩილება გვმართებს ჩვენი მშობლებისა, გარდა იმ საკითხისა, როგორც უკვე მოგახსენეთ, რომ თუ კი გეუბნება, რომ თქვა არ წახვიდე, ახსარება არ თქვა, არ ეზიარო, რაღაცნაირად ურთიერთობას გიგრძელავს ეკლესიასთან, მოძღვართან და ასე შემდგომ, ამ კონტექსტში შეიძლება არ უჯერებდე მამას, თუმცა კი პატივისცემას რა თქმა უნდა ინარჩუნებდე და სიტყვას კი არ უნდა უბრუნებდე, რაღაცა მტკიცებით ფორმაში და წივილ-კივილით კი არ უნდა ცდილობდე მასთან რაღაცა სიმართლის დამტკიცებას. უბრალოდ უნდა უთხრა, რომ იცი რა, მეც ხომ მაქვს ჩემი ის ხო არ ზუსტად მამის ასლი როგორ შეიძლება იყოს რაღაცა კოპირებით ხო არ გადადის ეს ყველაფერი რომ რასაც ის ფიქრობს მე ზუსტად ისევ ფიქრობდე მე ხო მაქვს ჩემი განსხვავებული აზრი მე ხო მაქვს ჩემი არჩევანი შენ შეიძლება არ მოგწონდეს ეკლესია შეიძლება არ მოგწონდეს მოძღვართან ჩემი სიარული მაგრამ მე მაქვს ამისი სურვილი და შენ ამას პატივი უნდა სცე ამიტომაც პავლე მოციქული პირდაპირ წერს თავის ეპისტოლეში ერთი რომ შვილები დაემორჩილენით თქვენს მშობლებს თქვენს მამებს პირდაპირ ესე წერია, მაგრამ ამავდროულად იქვე წერს. ამავე ეპისტოლეში წერს, რომ მშობლები ნუ განარისხებთ თქვენ შვილებს. ანუ მშობლებს არა აქვთ უფლება, რომ განარისხონ თავიანთი შვილები იმით, რომ აუგრძალონ მსგავსი, თქვა, სათნოებითი ცხოვრება, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირონ. როდესაც არასრულწლოვანია, მაშინ პირდაპირ ეხება ეს, რომ დაუჯერონ და დაემორჩილონ თავის მშობლებს გარდა ამ საკითხისა. როდესაც ის სრულწლოვანი გახდება, აი ძალიან ხშირი შემთხვევა მინახავს, რომ წინააღმდეგობა ქონიათ მშობლებს, რომ აი არ წახვიდე მონასტერში, თქვა და ადამიანს უნდა მონასტერში წასვლა და ამისთვის რაღაცნაირად მან უნდა კარგი გამოცდა ჩააბაროს ამ ადამიანმა. ესე იგი, როგორ გაუმკლავდება ამ ყველაფერს, რა რომ ჯერ პირველ რიგში უნდა დაუჯეროს მშობელს, რაღაცა გარკვეული პერიოდი უნდა შეეცადოს, რომ აუხსნას და გააგებინოს, რომ ეს მისი მოწოდებაა და არანაირად ესე იგი სხვა რამ. ეხლა შენ კი გინდა რომ თქვა ცოლი მოვიყვანო და შვილები გავაჩინო, მაგრამ მე სხვანაირი სულიერი მოწოდება და თქვა შემართება მაქვს და შეიძლება მშობელს ეს არ ესმოდეს, მაგრამ შენ უნდა შეეცადო რომ ეს კარგად აუხსნა და განუმარტო. მე ის უნდა აუხსნა და განუმარტო, რომ მონასტერში წასვლა ერთგვარი გამოცდაა შეიძლება ითქვას, რომ მე ხლა მივდივარ, რომ საკუთარი თავიც უნდა გამოვცადო, რაღაცა გარკვეული მორჩილებები უნდა შევასრულო, რომ ეხლა რომ მგონია ეს მოწოდება ნამდვილად არის თუ უბრალოდ ცოტა ხიბლის ამბავია, რომ რაღაცა მოვიხიბლე და მომინდა და მე იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე სულაც არ ყოფილა ეს ესეთი მარტივი და ჩემთვის არ ყოფილა ეს ადვილად შესასრულებელი და ამიტომ კვლავ ვერში. ამიტომ იქ წასულ ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი სანამ ის აღთქმას დადებს, აღიკვეცება და თქვათ კაბას ჩაიცმებს და შეუდგება ამსახურებას, ყოველთვის აქვს შანსი რომ დაბრუნდეს ერში და თქვათ მოიყო პატრიარქსაც ჩვენს უწმინდეს ბევრჯერ მინახავს მე ადამიანები ესე დაუბრუნდით თქვამს, რომ დაბრუნდით ერში კი ბატონო და ოჯახები შექმენით და ასეთი რამ ჩემს თვალწინ მომხდარა. ეს არ არის დანაშაული. ამიტომაც მშობელს ესეც უნდა აუხსნა და განუა. ის კი არა მე ასე მინდა ეხლა და შენ ვინ გეკითხება. აი ეს არის უპატივცემულობა. ასე არ უნდა დაელაპარაკო მშობელს არავითარ შემთხვევაში. მე უკვე დასრული ვარ და შენ ესე იგი არ ჩაგრევ და ცხვრს არ ჩა. ეს არ არის სწორი. მშობელმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ზედმეტად ჩარევის უფლება არ აქვს. არც ის, რომ თუ უნდა იმ მონასტერში ცხოვრება წავიდეს და გამოსცადოს თავისი თავი. თუ უნდა თქვა ცოლის შერთვა ადამიანს და შენ ახლა ან გვარიშვილობის გამო ან სიმაღლე დაუწუნე და ამიტომ ესე იგი მის არჩევანს არა გაქვს ამისი უფლება. უნდა დააცადო შენ შვილს ცხოვრება. როდესაც შეირთავს ცოლს, უნდა იცოდე, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის. აქამდე შენ გეკუთვნოდა სჯულით, მაგრამ ეხლა ის თავის ცოლს ეკუთვნის.
ის შენი ქალიშვილი თავის ქმარს ეკუთვნის, შენი ვაჟიშვილი თავის ცოლს ეკუთვნის და არანაირი უფლება არ გაქვს, რომ შენ იქ რაღაცა პრეტენზიები გქონდეს, რომ ეხლა ამას ასე გააკეთებთ, ისე თვითონ გადაწყვეტენ, როგორ გააკეთებენ. ამ ეგოიზმისგან უნდა გავთავისუფლდეთ მშობლები და უნდა გავთავისუფლდეთ შვილები რაღაცა თავხედობისგან, რომ არ ვაწყენინოთ ჩვენ მშობლებს და ესე იგი განვუმარტოთ ეს საკითხები, თუნდაც ესე წყნარად, მშვიდად და დალაგებულად და არ გქონდეს რაღაცა ხმაური არ მოყვებოდეს თითოეულ ამ ჩვენს საუბარს, რომელიც უნდა იყოს, რომელიც შესაძლებელია რომ მშვიდად მოგვარდეს. ეხლა ჩვენ რაღაცა თითქოს მამებზე დავიწყეთ და ზოგადად მშობლებზე გადავედით, მაგრამ აი კვლავ უნდა დავუბრუნდე ბიბლიურ აი ამ თემებს, რომ როგორი არის მამისა და შვილის დამოკიდებულება და რა მნიშვნელობა აქვს ამას. და გვასწავლის თუ არა აი ამ დამოკიდებულებას ქრისტეს და მამა ღმერთის მაგალითზე ჩვენი სარწმუნოება. აი ესეც საინტერესოა. იცით რა, ზოგადად მამისა და ძის ურთიერთობა ჩვენ ამ ერთი ღმერთის შესახებ, როდესაც სწავლებას ვლაპარაკობ, აქ რაღაც ადამიანური შედარებები, იმიტომ შეიძლება მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ რომ ჩვენი გონებასთან მივაახლოვოთ ეს გაგება, რომ რა არის მამა და ძე, ვთქვათ ამ შემთხვევაში და არანაირად ესეთი კავშირი არ არის, როგორც ვთქვათ ჩვენ ახლა მამისაგან რომ ძე იშობა, ეს არ არის ეს შობა, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად აქ ვუყურებთ დედამიწაზე და მსგავსი რამ გონებაში ეს ცდომილებაა და არაფრით არ შეიძლება. ამიტომაც, როდესაც ვლაპარაკობთ, თქვათ, მამაზე და ძეზე, ეს არის საღვთო ბუნება, ერთი საღვთო ბუნების მქონე ორი ამ შემთხვევაში ჰიპოსტასი, ეს აბსოლუტურად სხვა ახსნა და განმარტება აქვს ამას და როდესაც ვლაპარაკობთ, თქვათ, მამაჩემზე და ჩემზე, ეს აბსოლუტურად სხვა რამ გახლავთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი საერთო ადამიანური ბუნება კი გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პიროვნება ვართ. მამაჩემი სხვა პიროვნებაა და მე სხვა პიროვნება ვარ. იმიტომ რომ მამაჩემის ცოდვებს მე არ მომკითხავენ, მაგალითად არ ჩემცოდვებს მამაჩემს, არც ჟულით და არც სამოქალაქო კანონით. არის ხოლმე აი ეს მიდგომაც ალბათ ესეც რაღაცნაირად დამახინჯებული მიდგომაა ჩვენში, რომ აი შვიდ თაობაზე გადადის ცოდვები და ხშირად შიში იწვევს საზოგადოებაში. არა, რა თქმა უნდა, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მართლმადიდებლურ სწავლებას, ეს ხალხური რაღაცა შეიძლება იყოს, რომ გადადის. შეიძლება აისახებოდეს ცოდვები, მაგრამ არ გადადის. აისახებოდეს იმით, რომ მამა, ვთქვათ, რომელსაც ჰქონდა მიდრეკილება ლოთობისადმი შეიძლება გენეტიკურად შვილსაც ესეთი მოთხოვნილება ჰქონდეს, რომ რაღაცა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება ჰქონდეს, მაგრამ ის თუ არ სვავს შვილი მამის ცოდვებს კი არ მოკითხავენ, მამა შენი რატომ სვავდაო? ეს ხომ რაღაცა აბსოლუტურ უსამართლობაში შევდივართ. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. ასახვით შეიძლება აისახებოდეს, მაგრამ მოკითხვით არ მოეკითხება. კარგით, დავუბრუნდებით ბიბლიურ მაგალითებს. პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ ლოცვა, რომელიც არის საუფლო ლოცვა და იწყება ასე მამაო ჩვენ. და ჩვენ ეს მათეს სახარების მე-6 თავშია მოთხრობილი, როდესაც ის მოციქულებს ასწავლის, როგორ ილოცოთ და ეუბნება, რომ თქვენ ასე ილოცეთ და იწყება მამაო ჩვენო, რომელი ხართ სათავში. ეს ძალიან საინტერესო რამ გახლავთ, იმიტომ რომ აქამდე ამ სახელით ჩვენ ღმერთს არ ვიცნობდით. მთელი ძველი აღთქმის ისტორიაში უამრავი სახელია ჩამოთვლილი და თითოეულ სახელს თავისი თარგმანი ახლავს. შეიძლება ებრაული სიტყვას ვკითხულობდეთ ჩვენ დედანში და ქართულში ესე ვერ გადმოთარგმნო ეს ყველაფერი, მაგრამ ორიოდე სიტყვით ვიტყვი განმარტებისთვის, რომ მაგალითად რითიც იწყება ბიბლია, რომ ბერეშით ბარა ელოჰიმ, ელოჰიმ ამ შემთხვევაში ქართულში გადმოთარგმნია როგორც ღმერთი. იქ შემდეგი სიტყვა შეიძლება შეგხვდეს თქვათ იახვე, შეიძლება შეგხვდეს საბაოთ, შეიძლება შეგხვდეს ადონაი, შეიძლება შეგხვდეს ელშადაი. ეს სახელების თითოეული განიმარტება, რომ იქ თქვათ რომელიღაცა ყოვლის მყრობელს ნიშნავს, რომელიღაცა მოწყალეს ნიშნავს, ეს ელოჰიმ საჯულებს ნიშნავს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს სახელები იმიტომ არის დასახელებული და თან სხვადასხვა სახელები, რომ რაღაცას მიემართება. მაგალითად, წინასწარმეტყველს, რომელიც სახელითაც ეცხადებოდა ღმერთი, ეს ამ წინასწარმეტყველისთვის იყო გარკვეული რაღაცა სამოქმედო ასპარეზი, რომ თუ კი თქვათ ელოჰიმით გამოეცხადებოდა, რომ იცოდა, რომ რაღაცა განსჯახდებოდა, საჯულად უნდა მოვლენოდა ის თავის საზოგადოებას და როგორც საჯულს ისე უნდა ესაუბრა. თქვათ იქ იახვეთი მაშინ როგორც მოწყალეს, რომ რაღაცა მოწყალების დრო დადგა და ამის მიხედვით იყო ეს ყველაფერი და ჩვენ აქ ვნახულობთ, რომ გვასწავლის მაცხოვარი ლოცვას და იწყება ასე მამაო ჩვენ.
და თუ კი გადავშლით იოანეს სახარების მე-17 თავს, იქ 26-ე მუხლში ასეთი რამ წერია. ეს არის მე-17 თავი მთლიანად გახლავთ ლოცვა არის, მაცხოვარი ლოცულობს მოციქულებისთვის. და ასეთ რამეს ამბობს 26-ე მუხლში და მე გამოვუცხადე მათ შენი სახელი. და რომელი სახელი გამოგვიცხადა? აი ეს, მამა. და საინტერესო რა არის, რატომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყოველივეს. როდესაც ვამბობთ მამაო ჩვენო, ჯერ ერთი არ ვამბობ მამაო ჩემო. ეს ყოველთვის მრავლობითში ითქმება და ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, მეფე, მღვდელი თუ ჩვეულებრივი ერის ადამიანი, მან კარგად უნდა გააცნობიეროს. თუ ის მამაო ჩვენოა, მასთან მიმართებაში ჩვენ ყველანი დაძმანი ვართ. თუ არ არის ესე და ვიღაც არ მიგაჩნია შენს ან დად, ან ძმად, მაშინ მამაოს თქმის უფლებაც არ აქვს. იმიტომ რომ ის არის იმისი მამა. მისი შემოქმედია, როგორც მე შემქმნა, ისევე ის შექმნა. მე რა რომ შენ არ მოგწონს, მე რა რომ შენ არ გიყვარს. თუ კი ამბობ რომ ის არ არის ჩემი ძმა, ის არ არის ჩემი და, მაშინ მამაო ჩვენო არ უნდა თქვა. მაშინ გამოდის რომ შენ საერთოდ ეს ლოცვა გეგრძალება. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ეს. პასუხისმგებლობას გაკისრებს, იმიტომ რომ კარგად უნდა აცნობიერებდი ამ ყოველივეს, რომ ყოველდილით დადგები და ესე იგი უკაცრავად ამ გამოთქვისთვის ჩაარაკრაკებ ამ ლოცვას, ისე იგი არ აშინაარსებ და შენს ცხოვრებაში არ აშინა. განა ის რომ მხოლოდ შინაარს უღრმავდები რაღაცა რომ გაიგო, არა, არ აშინაარსებ, არაპრაქტიკულებ, მოკლედ ასე ვთქვათ რა. პრაქტიკაში არ მოყავს ის, რასაც ამბობ. იქ აღარ ვლაპარაკობ, რომ ისე მომიტევე მე, როგორც მე მიუტევებ სხვებს, ეს რომ თუ პრაქტიკაში არ ახორციელებ ამას დარჩი მიტევების გარეშე ადამიანი, ამაზე რო არ ფიქრობ, ამას არ ვლაპარაკობ. აი პირველივე სიტყვა. თუ კი არ გაქვს პასუხისმგებლობით გაცნობიერებული, რომ მე თუ ვამბობ მამაო ჩვენო, ესე იგი ჩემი დაძმა არის ყველა. მიუხედავად თანამდებობისა, კანის ფერისა, რელიგიური მრწამსისა, დაიბადა როგორც ადამიანი. მორჩად, ჩემი ან და არის, ან ძმა არის. აი ეს გაგება, ეს შეგნება თუ არა გაქვს, მაშინ ალბათ უმჯობესია რომ მამაო ჩვენო არ თქვა. აი ეს გახლავთ ეს სიტყვა თვითონ მამა, უმნიშვნელოვანესი სიტყვაა. ეხლა ვნახოთ რაღაცა ძველაღთქმისეული ურთიერთობები ამ მამისა და შვილისა. პირველი რაც მახსენდება გახლავთ აბრაამის მიერ მსხვერპლშეწირვა ისააკის. აი მეც ეს გამახსენდა პირველი. ისეთი საოცარი ისტორია გახლავთ ეს რომ წარმოიდგინეთ აბრაამს ეუბნება ღმერთი რომ უნდა შესწირო ისააკი და აკიდებს ვირს შეშას ცეცხლი მაშინ გადაქონდათ ესე ჩანაცრებულ ნიგუზალს ესე ვთქვათ ჩანაცრებულ ნაცარში შენახულა მღვივან ნიგუზალს ინახავდნენ რომ მე განეახლებინათ ეს ცეცხლი და სპეციალური გადასატანი იყო ამისა. ესე იგი აბრაამი როგორი ადამიანია, ნახეთ მისი სარწმუნოება, რა საოცარი კაცია, რომ იქ მთაზე რომ მიდის ეს ყველაფერი მიაქვს. ხო შეიძლება არ წაიღოს იმიზეთ თქვას რომ უი ცეცხლი არ მქონია, მსხვერპლად რაღაცა მიზეზები მოიდოს. ან დანა დამრჩა, ან ფიჩხი დამრჩა, იმიტომ რომ იქ თვის წერზე სადაც ალპური ზონაა, მოგეხსენებათ შეშას ვერ იპოვი რომ ცეცხლი დასანთები საშუალება რაღაცა. ეს ყველაფერი მიაქვს, იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა. ის ასეთ მორჩილებაშია. აი ესეთია მისთვის იმ მამის ბრძანება, რომელიც მას ესმის. ეხა ისააკის მდგომარეობა როგორია? როდესაც ვკითხულობთ ამ ტექსტს მორიას მთაზე ისინი რომ შეუდგებიან ფიჩხი ისააკს აქვს მოკიდებული და მიდიან და მამა იწყებს საუბარს ისააკი და აბრაამი თავს ნებას თქვი იქამდე ისააკი არ იწყებს საუბარს სანამ ამ კურთხევას არ ღებულობს ეს ეხლა ჩვენთან არის რომ ესე გაუბედავთ ხოლმე საკუთარ მშობლებს საუბარს მაგრამ აი როგორი კულტურა აქვს ამ ხალხს ეს მათ ტრადიციაში ძალიან კაცრად იყო. ესე არ იყო რომ შვილი გაბედავდა მამასთან. აღმოსავლეთში მინდა გითხრათ რომ ეს ტრადიცია დღემდე ისე არის ოჯახებში შენარჩუნებული. მე მინახავს ეს. საკუთარი თვალით მინახავს რომ რაღაცა ერთ-ერთ ოჯახში შევესწარი მუსულმანური ოჯახი იყო, რამდენიმე ძმა იჯდა. და უმცროსი ძმა რაღაცა სიტყვა თხოვეს რომ თქვიო და ესე გახედა უფროს ძმას და იმან თავი დაუქნია თქვი იქამდე არ თქვა რაღაცა შეკითხვა დაუსვეს და სანამ უფროს ძმას არ გახედა და იმისგან არ მიიღო ნებართვა იქამდე მამა არ ყავდა ამ ოჯახს და ამიტომ უფროსი ძმა ასრულებდა აი ამ მოვალეობას მინდა გითხრათ და
ისეთი აღმართოვანებელი იყო. ხა ჩვენთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ რომ შვილი მოვა ისე გელაპარაკება, შენც, იმიტომ რომ ასეთი მაგალითი მიეცე, ასე ელაპარაკები შენ საკუთარ მშობელს და ამიტომ გადავერთეთ ახლა, მაგრამ დაუბრუნდეთ და ისააკი იწყებს საუბარს. აქ არის შეშა, აქ არის ცეცხლი და სად არის ზვარაკი. და აბრაამი პასუხობს, რომ ღმერთი გამოაჩენს. ეხლა რატომ მოვყევიცით ეს ისტორია? ამის შემდგომ ჩვენ კარგად ვიცით როგორ განვითარდება რომ მართლაც ისააკი გადარჩება და მსხვერპლ შეწირვა მას არ მოუწევს და ზვარაკი იქვე ნახავენ ჯაგებში რქებით გაჭედილს და მას შესწირავენ, მაგრამ ამის შემდგომ გადის მრავალი წელი, ისააკს უკვე შვილები ყავს და იაკობი იფიცებს რაღაცა საკითხთან დაკავშირებით და იფიცებს და ამბობს ასე რამეს, რომ გეფიცებით ისააკის შიშს და თავიდან რომ წავიკითხე, მე ასე ჩავთვალე, რომ ალბათ ისააკს რო ეშინოდა, რომ ეუბნება, რომ ცეცხლი აქ არის, ფიჩხი აქ არის და ხვდებოდა, რომ მე ხო არ უნდა შემწიროს მსხვერპლად და ალბათ ამის შიში არა. საოცარი განმარტება აქვს წმინდა მამებს ამის შესახებ, რომ ამის კი არ ეშინოდა ისააკს. ისააკს ეშინოდა იმის ხელფეხშეკრული რომ დაწვა იმ სამსხვერპლოზე, სადაც ის უნდა შეწირულიყო, რომ რაიმე თუნდაც სახეზე არ შეტყობოდა. ან უკმაყოფილება, ან შეკრთომა, ან შიში, რომელიც შეიძლება გამოეწვია აბრაამის რაღაცნაირად ემოციურად რაღაცნაირი განცდები გამოეწვია და ამიტომ აბსოლუტურ მორჩილებაშია და მთელი მისი მეცადინეობა ის არის, რომ სახეზე შეკრთომაც კი არ გამოეხატოს, რომ მამასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მამის წინააღმდეგ არ თქვას, რომ რასაკეთებ, აი რატო შვები, ან შეკითხვას არ უსვავს არაფერს, რომ აი ღმერთისგან ნამდვილად მისი გამო იქნება და ცდები, მსგავსი არაფერი. აი ეს რომ სახეზეც კი არ შეეტყოს, გაკვირვებული თვალებიც კი რომ არ ქონდეს, აი ეს გახლავთ ისააკის შიში. და არა ის, რაც შეიძლება ადამიანურად ჩათვალო, რომ აი რაღაცა იმის ხო არ ეშინოდა, რომ თქვათ მართლაც ესე იგი მსხვერპლად შეიწირებოდა. ამიტომაც, როდესაც იფიცებს მისი შთამომავლობა ისააკის შიშს გეფიცებით, როდესაც ამბობენ, ეს შიში გახლავთ აი უპირობო მორჩილება მამისა. უპირობო მორჩილება იმ მამისა, რომელიც ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს მამა ცუც არაფერს არ გაუკეთებს თავის შვილებს და ცუც არაფერს არ უსურვებს და ერთი მიმართულებით წაიყვანს მხოლოდ რომელი მიმართულებასაც ღმერთთან ყოფობა ქვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და უნდა ვნახოთ ახლა საპირისპირო ამბებიც, რაც შეიძლება ბიბლიაში ხდებოდეს, როგორ არის შეფასებული ვთქვათ. ჩვენ ვნახულობთ ქამს, რომელიც მამას დასცინა და დაიწყევლა ქანაანი მისი შვილი, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ცოტა ვრცელი მინდა გითხრათ თუ ქამმა სამწუხაროდ დროში ისე ვართ აი მოკლედ როგორც თუ ქამმა დააშავა ქანაანი რატო დაიწყევლა და ორიოდე სიტყვით გეტყვით, იმიტომ რომ სანამ კიდობანში შევიდნენ კურთხევა წარმოთქვა ნოემ თავის შვილებზე, სემი, ქამი და იაფეთზე, შესაბამისად წყევლა წარმოითქვა უკვე არა ქამზე, იმიტომ რომ ის კურთხეული იყო, მის შვილზე ქანაანზე, რომელმაც იპოვა ნოე ამ მდგომარეობაში და მამას დაუძახა და მამა მოიყვანა და მამამ დასცინა. ესე იგი, ქამმა ამ შემთხვევაში ქანაანის მამამ დასცინა უკვე თავის მამას ნოეს. და ვიცით, რომ წყევლა წარმოითქვა მასზე. თუ კი ვნახავთ ჩვენ რუბენი არის იაკობის პირმშო უფროსი შვილი. პირმშოებს გადაეცემოდათ საპატრიარქო პატივი, ანუ ძმებს შორის ის უნდა განხვდარიყო პატრიარქი, ესე ვთქვათ და პირველი მამამთავარი, მაგრამ მან რა გააკეთა, რომ მამამისის ხარჭასთან იმრუშა და ამის გამო მან პირმშოობა დაკარგა. თუ კი ვნახავთ ჩვენ ასეთ ისტორიას, რომ დავით ყავს შვილი აბესალომი, რომელ აბესალომსაც, ესე იგი, ისეთი რამ ბიბლიაში ძალიან იშვიათად რომ ვინმეს გარეგნობაზე იყოს ლაპარაკი რა და მთელი აღწერილობა როგორი ლამაზი იყო აბესალომი და როგორი თმები ქონდა ხშირი და როგორი კულულები და წელიწადში ერთხელ რო იკრიჭავდა ამ თმებს წონიდა. ესე იგი საკუთარი თავიც ასე მოსწონდა ეთყობა და უყვარდა და რაღაცა აი თანამედროვე იმით რო ვთქვათ ეხლა რომ გაგვეყვანა სილამაზის კონკურსში მისტერ მსოფლიო გახდებოდა. ასე არის აღწერილი მოკლედ ეს ადამიანი, მაგრამ ვერანაირად მის შინაგან მდგომარეობაზე იგივეს ვერ ვიტყვით, რომ რაიმე სილამაზე გააჩნია, იმიტომ რომ არის ამპარტავანი, როდესაც აუგზალავს დავით იმას, რომ შენ ჩემი სახის ხილვის უფლება არ აგაქვს, ამ ამპარტავნების გამო ყველაფერს ჩაიდენს და საბოლოოდ აუჯანყდება მამას, მის წინააღმდეგ აღმართავს מחვილს, რომ თვითონ დაიდგას გვირგვინი მეფობისა და ამ წინააღმდეგობის გამო
მას საზოგადოება, მე ძალიან მოკლედ ყვები, ახლა ის დიდი ისტორია, ქვით ჩაქოლავს, იქ რუბენი ვახსენეთ, აბესალომი ვახსენეთ და ქამი ვახსენეთ კიდევ. სხვა უამრავი მაგალითით შეგვიძლია დავასახელოთ, რა თქმა უნდა. და მამა კახაბერ, სამწუხაროდ ჩვენი ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, თუმცა შემდეგ შეიძლება მაინც ცალ-ცალკე თემას თქვა სულიერი თვალსაზრისით თუ ფიზიკური, ანუ ერში და ბერში ცალ-ცალკე გადავყოს და ამასაც შევეხოთ, თუმცა აი ძალიან მოკლედ უკვე გავიდა ჩვენი გადაცემის დრო, ძალიან მოკლედ მინდა აი შეჯამების სახით თქვა, აი მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი როგორი უნდა იყოს მამა ერში მოდით ეს ვთქვათ და როგორი უნდა იყოს შვილი მამის მიმართ. აი ძალიან მოკლედ რო ვთქვათ და რითიც დავიწყეთ, იმითი დავამთავროთ. თქვენ ახსენეთ ჩვენი პატრიარქი. აც განსვენებული ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორი უნდა იყოს მამა, თუ ვინმე შემეკითხება, მე არ დამჭირდება ამისთვის, რამე შორს წასვლა, ან ისტორიულ სიღრმეებში რაღაცის ძიება და მე ვიტყვი, რომ ასეთი უნდა იყოს სულიერი მამა. ასეთი უნდა იყოს ადამიანი, რომლისთვისაც არც ერთი ადამიანი არ არის სულერთი. არც ერთ ადამიანზე არ იტყოდა, რომ ადამიანები, რომლებიც მას ცილს წამებდნენ, მისთვის ლოცულობდა. ასეთია ნამდვილი მამა. ეხლა, აი რო წარმოვიდგინოთ, ეხლა ოჯახის მამა ხარ და თქვათ ერთ შვილს რაღაცა ეშლება. ამის გამო შენ გააღებ კარებს და მაშინ გააგდებ გარეთ და ეტყვი, რომ მორჩა აღარა ხარ ჩემი. პირიქით ხო ყველანაირად ეცდები რომ გამოასწორო და ეს თქვა ძმები თუ წინააღმდეგობაში მოდიან და ლანძღავენ იმ შეცდომილ შვილს, ამათაც ხო გააჩვენებ და ეტყვი, მოდი კაცო, ლანძღვას თავი დაანებეთ და ამის მაგალითებს იძლეოდა პატრიარქი. ესე იგი, მის მიერ აღძრულ ცილის წამების გამო, რომ ჩვენ ავბობოქრდებოდით და რაღაცა აუგს ვიტყოდით, ადამიანს გვეუბნებოდა, რომ არა, გაჩერდით. მოდი ვილოცოთ, მოდი ვაპატიოთ, მოდი და გამოაცხადებდა ღია კარები, იმ მიმართულებით ვიყურები, საითაც გაიქეცი, რომ იქნებ უკან დაბრუნდე. ხო გახსოვთ ეს განცხადებები? არ ვასახელებ ეხლა სახელებს და გვარებს, ვინც მას ესე იგი საშინელი ცილის წამება მოუწყო. თან ამ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ასეთ მოხუცებულ ადამიანს, ხო? ამიტომაც მისი კარები ყოველთვის ღია იყო, შენდობისთვის ყოველთვის მზად იყო და ეს არის ნამდვილი მამა. და შვილი? აი ვართ თუ არა ღირსეული შვილები, ეს შეფასება უნდა მივცეთ ეხლა საკუთარ თავს, უნდა ამიტომაც ვთქვი, რომ გაცხადება იმისა, რომ ის ნამდვილად ჩემი სულიერი მამა, რომ ვთქვა, მაშინ მეც ასეთი უნდა ვიყო. მეც ასეთი უნდა გავხდე, ასე უნდა შემეძლოს პატიება, ასე უნდა შემეძლოს ლოცვა, ვინც მე ცილს ვწამებს. ასე უნდა შემეძლოს, ესე იგი, რაღაცნაირად სიყვარულის გამოხატულება. სულ ერთი არავინ არ უნდა იყოს ჩემთვის. აი მაშინ ნამდვილად თამამად ვიტყვი, ის ჩემი სულიერი მამაა, მან გამზარდა. ოღონდ აქამდე თუ არ მივედი, მხოლოდ ძახილი იმისა, რომ სულიერი მამაა, მხოლოდ პასუხისგებლობას მაკისრებს, რომელმა პასუხისგებლობამაც შეიძლება სასჯელამდეც კი მიიყვანოს ადამიანი და ამიტომ ნუ კი ვიტყვით ამას, მოდი საქმით აღვასრულოთ ის, რაც გულისხმობს მის სულიერ შვილობას. ღმერთმა ინებოს და ღმერთი შეგვეწიოს ამ ყველაფერში და უწმინდესი იქედან. ამინ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.